გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი. მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ და ამ დროიდან თქვენ ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს მოგისმენთ, რომლებსაც შეგიძლიათ დაკავშირება ნომერზე 555-88-55-88. ამ წუთებში საპატრიარქოში მიმდინარეობს წმინდა სინოდის ხდომა. სასულიერო პირები, ჩვენი მეუფეები, ფარული კენჭისყრით აირჩევენ პატრიარქობის 3 კანდიდატს. ხოლო აღნიშნული 3 კანდიდატი გაფართოებულ საეკლესიო სხდომას წარედგინება და ასე მოხდება საბოლოოდ ქვეყნის მომავალი პატრიარქის არჩევა. 16 მაისამდე საქართველოს უნდა ჰყავდეს ახალი პატრიარქი, მოლოდინები და ინტერესი ძალიან დიდია საზოგადოებაში, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ინტერაქტივში დავსვათ ასეთი შეკითხვა. ვის ისურვებდით საქართველოს მომავალ პატრიარქად? რა საკვირველია ბუნებრივია ჩვენ არ ვერევით ეკლესიის საქმეებში, არანაირ ჩართულობას და მონაწილეობას არ ვამჟღავნებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა არავის ეწყინება, არავის გაუკვირდება თუ საზოგადოებას ქართულ ხალხს საკუთარი სურვილის გამოთქმის შესაძლებლობას მივცემთ პირდაპირ ეთერიდან, ასე რომ შეგიძლიათ დარეკოთ და თქვენი სათქმელი ბრძანოთ, ვის ისურვებდით საქართველოს მომავალ პატრიარქად და ვინც გახდება პატრიარქი, მას რას უსურვებდით, რას ურჩევდით, რა გზით და რა გეზით იაროს მან და რა მიზნები დაისახოს ქართველი ხალხის და საქართველოს საკეთილდღეოდ სულიერი გზის პარალელურად. ზარია ეთერში გისმენთ? ბატონო, ვის პატრიარქმა წინადადება წამოაყენა და შეუარის თუ ვინც ის იყოს და იაროს იმ გზით, რაც ის სულნათელი დადიოდა. დიახ. დიდი მადლობა ქალბატონო, გასაგებია თქვენი სათქმელი 555-88-95-88. ვის ისურვებთ საქართველოს მომავალ პატრიარქად? ეს არის დღეს ჩვენი შეკითხვა ინტერაქტივში. თქვენი სურვილებისთვის ღიაა ეს ეთერი, რა თქმა უნდა ვიმეორებ რომ ჩვენ ეკლესიის საქმეებში არ ვერევით, თუმცა ქართველ ხალხს და საზოგადოებას აქვს უფლება რომ საკუთარი სურვილები გააჟღეროს. ამ წუთებში მიმდინარეობს წმინდა სინოდის ხდომა, სადაც ფარული კენჭისყრით 3 კანდიდატს მომავალი პატრიარქობისა დაასახელებენ ჩვენი ეპისკოპოსები. ზარია ეთერში გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა. დიახ. ისიც რა ჩემთვის პირადად თავარია იყოს ისეთი პატრიარქი, რომელიც იზრუნებს ხალხზე. გაიხსენეთ პატრიარქ ილიას ნაბიჯი. რა დავიღო LGBT-ს ქაშვებთან აღლუმის ჩატარება, როგორც კი დანიშნა ოჯახის დღე, მთელი საქართველო გარეთ გამოიყვანა. ასე რომ, ასეთი ადამიანი გვინდა ჩვენ. არ უნდა გაგრძელოს პატრიარქ ილიას გზა. ასეთი მინდა. მეორე კიდე რა მინდა ვთქვა, ისიც რა, რატომაც არ უნდა ჩაერიოს ეკლესია მთავრობის საქმეში? უნდა ჩაერიოს. თავის ხალხის მხარე უნდა დაიცვათ. მე ისეთი ეკლესია არ მინდა, რომელიც არის მთავრობისკენ საკუთარი კეთილდღეობაზე მოფიქრალი. მე არ მინდა ასეთი ეკლესია, მე მინდა ისეთი ეკლესია და ისეთი მეუფეები და პატრიარქები, რომლებიც სწორედ ახლა ამ გაჭირებულ ხალხზე იფიქრებენ. ნამდვილად, კი არა მოეფარონ ეკლესიის კედლებს, არა, უნდა მოითხოვოთ. მადლობთ ქალბატონო, გასაგებია თქვენი სათქმელი. ვის ისურვებდით საქართველოს მომავალ პატრიარქად? ეს დღეს ჩვენი შეკითხვაა. ამ წუთებში მიმდინარეობს წმინდა სინოდის ხდომა, უკვე 4 საათი სრულდება, რაც საეკლესიო პირები შეკრებილი არიან. მათ სხდომა დაიწყეს პატრიარქის სულის მოსახსენიებლად პარაკლისის გადახდით, შემდეგ კი უკვე ტექნიკურ დეტალებზე იმსჯელებენ, თუ უკვე მსჯელობენ. ამის შემდეგ კი ჩვენ ნახავთ ალბათ კადრებსაც, რომ ფარული კენჭისყრით მოხდება 3 კანდიდატის დასახელება მომავალი პატრიარქობისა. საპატრიარქომ უკვე გაავრცელა პირველი კადრები, რასაც ჩვენ საუბრის პარალელურად ვნახავთ აუცილებლად, სადაც ჩანს ეს სხდომის პროცესი, ჩანს ლოცვის პროცესი და ის ყუთი, რომელშიც ფარული კენჭისყრის მეშვეობით გადაწყვეტილებებს მოათავსებენ მეუფეები. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. დიახ. ვინმე პატრიარქი და ვინც დანიშნა მოსაყბრეთ ილიამ. დიახ.
ამბობენ ჭორები დადის, ხმები დადის, რუსის მოკაცია. რუსის უნდა იყოს, აბა ამერიკელის კაცი რა თქმა უნდა. არა, არავისი არ უნდა იყოს, რა. არავისი არ უნდა იყოს, საქართველოსი უნდა იყოს, ამაზე დიახ. რუსის კაცი იყოს, არა სიტყვაზე რა, რა ჭორებდა გამომდინარე ვეჭერა რა. დიახ. ერთენია რუსის კაცი იყოს, რუსის ხარეს იყოს. ამემა აი ისეთი ანტირუსული კამპანია ატეხეს, მისად ძროი და მოყოლებული რომ ვეღარ დაწყნარდნენ რა და არადერთი გადამჭენი ჩვენი ისე რუსები არიან როგორც იყო 1000 კარგი, თემას ნუ გადაუხვევთ, ძალიან გთხოვთ, რას უსურვებდით მომავალ პატრიარქს? გაწყდა კავშირი, მადლობა თქვენს არისთვის 557 88 55 88. ვის ისურვებდით საქართველოს მომავალ პატრიარქად? ამ კითხვის დასმა გადავწყვიტეთ ჩვენ დღეს ინტერაქტივში, დიდი ინტერესია, დიდი მოლოდინია, თუ ვინ იქნება ქვეყნის მორიგი მომავალი პატრიარქი, 152 პატრიარქს ირჩევს საქართველოს, უпростоრად წმინდა სინოდი და ვინ იქნება ეს, ყველას ძალიან აინტერესებს და ყველა დიდი ინტერესით და პატივისცემით ვართ, რა თქმა უნდა, განწყობილი, როდესაც ამ გადაცემას ვამზადებთ და არავის საქმეებში, განსაკუთრებით ეკლესიის საქმეებში არ ვერევით. მხოლოდ ჩვენი კეთილი სურვილებით შემოვდივართ ეთერში და ვსაუბრობთ კეთილი გულით ამ ყველაფერზე. ზარია ეთერში, გისმენთ? დიახ, მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმაში, რომ ეკლესია უნდა ერეოდეს და პატრიარქის მთავრობის საქმეებში. დიახ, და როგორც იყო, აი გიორგი პირველს დიდი შიში ქონდა, ასე ვთქვათ, ველკიპედიის კათალიკოსის. ეს უნდა იყოს. ხო, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, ვინც გააგრძელებს წმინდა ილია მეორის გზას და აი გზით წაიყვანს ერთად. და მისი იმედი რა აქვს მარტო ქართულს თავს. მე დამერწმუნეთ რომ ესეა და ალბათ ესეც იქნება. რუსულები რა თქმა უნდა ამი რასიცულელია რუსეთის საცილა და ისა. მე უფეში პირდაპირ არ დავდალო ვიქნებ, იმიტომ რომ პატრიარქი კანონმდებლობა იყო და ანაც ყველა ამბობს რომ ძალიან კარგი პიროვნება. და კიდევ ერთი არ მოყოლდეთ მეგობრებო, საერთოდ პოლიტიკა ტყუილზეა აგებული და ყველაფერი. იმიტომ რომ ეს ვხედავთ რომ ვიჭაპარაკელია ესე იგი ფაქტიკად დამარცხდება და საერთოდ გაიწიშება იმას რა უმაღლესო ნაკრებია ჩემპიონთა ლიგა. გასაგებია. მადლობა თქვენს არისთვის. პირდაპირ ეთერში ვართ. შეგიძლიათ თქვენი სათქმელით შემოხვიდეთ გადაცემაში და ბრძანოთ ვის ისურვებდით მომავალ პატრიარქად, რას ურჩევდით, რას უსურვებდით, რა გზა უნდა გაიაროს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. სულიერი გზის პარალელურად მომავალმა პატრიარქმა ეს ჩვენი შეკითხვებია დღევანდელ ეთერში. ამ წუთებში წმინდა სინოდის ხდომა მიმდინარეობს, წყდება მნიშვნელოვანი საკითხი, 3 კანდიდატი დასახელდება, ვინც შესაძლოა გახდეს რომელთაგან ერთ-ერთიც მომავალი პატრიარქი და ეს 3 კანდიდატი შემდეგ უკვე მომდევნო სინოდის ხდომაზე წარედგინება გაფართოებულ საეკლესიო სხდომას, იქ სინოდის წევრები გადაწყვეტენ, ბუნებრივია, მაგრამ ფართო დასწრება იქნება სასულიერო პირების. ზარია ეთერში, გისმენთ? დიახ, ალო. გისმენთ, ეთერში ხართ? ესა არის ისეთ მომხრევა, რომ რაც გააკეთა არჩევანი პატრიარქმა, ჩვენ უსაყვარლესმა პატრიარქმა ხო, ჩვენ მომხრევათო შიო იყოს. მე ჩემი მეგობრების და ძალიან იმას აქვს, მაგას ხართ უჭერთ ამ იმას. ჩვენი უსაყვარლესი ილია მეორის გადაწყვეტილებას. დიახ. დიდი მადლობა თქვენს არისთვის. მე მხოლოდ ფაქტების დონეზე მინდა გითხრათ ერთი რამ. ჩვენმა უსაყვარლესმა პატრიარქმა ილია მეორემ მეუფე შიო დაასახელა მოსაყდრეთ. პატრიარქს ის არ დაუსახელებია მომავალ პატრიარქად. არც ანდერძი არ არსებობს, სადაც მსგავსი რამ წერია და ანდერძი რომც არსებობდეს, მომავალი პატრიარქის დასახელება ანდერძებით არ ხდება და ეს არ არის მართლმადიდებლურ სამყაროში მიღებული. ეს წმინდა ცნობების სახით მხოლოდ. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. პატრიარქმა გადასწრებად ბრძანა მე რაც გავაკეთე, რაც შემეძლო ის გავაკეთე და ახლა გააკეთე შემდგომი სხვამო.
და ზუსტად ისეთი პატრიარქი გჭირდება, რომელიც მეც გააკეთებს. იქნება ადამიანებისთვის, მოწოდებით ადამიანებისთვის უნდა იყოს. არ მინდა არც მთავრობაში მკერდოვებული, არც საეკლესიო ჩართული და ჩარგული მთლიანად საეკლესიო საქმეებში. მოსახლეობას რომ უჭირს რაღაცნაირად მაგათ შეუძლიათ აქვს ბიუჯეტი, რომ ამდენი მშიერი ბავშვი, ამდენი ავადმყოფი ბავშვი, ამდენი ურნებში ჩაყუდებული მოხუცი არ უნდა ყავდა. ისეთი პატრიარქი მწირდება და ისეთი პატრიარქი მწირდება საქართველოს. და საერთოდ უნდა იყოს ცალკე მთავრობასთან მიკროფონული პატრიარქი არაფერს არ გვარდებს, იმიტომ რომ საქართველოს დღეს იმდენად უჭირს, მთავრობა ვერ წერს ჩვენ საქმეს და იქნებ გაგრძელებამ გადაწყვიტოს. აი ასეთი უნდა გყოდეს პატრიარქია. მე თუ ვკითხავ, ეს ჩემი აზრია. მე უფეზონული ძალიან მიმაჩნია, რომ იქნებოდა კაი პატრიარქი. კეთილი. დიდი მადლობა თქვენს არისთვის. გეთანხმებით, რომ მომავალმა პატრიარქმა უნდა გასწიოს ძალიან დიდი შრომა ამ სოციალური თვალსაზრისით. მესმის, რომ საპატრიარქოს ბიუჯეტი ამ ყველაფერს ვერ ეყოფა, მით უმეტეს საპატრიარქოს ბიუჯეტი ძალიან ბევრი კეთილი საქმისკენ არის მიმართული, იქ საგანმანათლებლო პროექტებია და უამრავი კეთილი საქმე კეთდება და ამისკენ არის ეს, მაგრამ დამატებით ბიუჯეტი უნდა მოიპოვოს ალბათ ეკლესიამ, რაღაც საქველმოქმედო ფონდების და ორგანიზაციების საქმიანობა გააფართოვოს და მომავალი პატრიარქი ამას სათავეში უნდა ჩაუდგეს. მაშინ, როდესაც ბევრ ბავშვს მართლაც თქვენი თქმის არ იყოს შია საქართველოში და არასრულფასოვანი კვებით ბავშვები გვიკვდებიან. თუ ჩვენ არ გვაქვს ამ შემთხვევაში მთავრობის დიდი იმედი, რომელიც გვეუბნება, რომ ყველანი კარგად ვცხოვრობთ, მაშინ ერთადერთი იმედი რჩება მომავალი პატრიარქი და რჩება ეკლესია, რა თქმა უნდა. და ამ ფონზე მე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებლებს და რადიომსმენელებს, რამდენიმე ეპისკოპოსმა უკვე გააკეთა მოწოდება მთავრობისადმი, ნუ ჩაერევით ჩვენს შიდა საქმეებში, მომავალი პატრიარქის არჩევის საკითხში, აი ამ მოწოდებებით გამოდიან სასულიერო პირები. როგორც ჩანს, რაღაც ნიშნები არსებობს და საფუძველი, რადგან გადაწყვიტეს მეუფეებმა ასეთი კომენტარების გაკეთება ქადაგების დროს. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ 557 88 55 88 ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. ვისი სურვებდით საქართველოს მომავალ პატრიარქად, ეს კი ინტერაქტივი შეკითხვა ამ თემას იმიტომ ვაყენებთ დღის წესრიგში, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს წმინდა სინოდის ხდომა საპატრიარქოში. სასულიერო პირები ფარული კენჭისყრით აირჩევენ პატრიარქობის 3 კანდიდატს. ხოლო აღნიშნული 3 კანდიდატი უკვე წარედგინება გაფართოებულ საეკლესიო ხდომას და მოხდება საბოლოოდ მომავალი პატრიარქის არჩევა. 16 მაისამდე აქვს წმინდა სინოდს დრო, რომ აირჩიოს პატრიარქი, ასე რომ დიდი მოლოდინები არსებობს მართლაც და ხალხს, საზოგადოებას, თქვენ მაყურებლებს და რადიომსმენელებს დიდი სიამოვნებით მოგისმენთ, რას ფიქრობთ ამ თემებზე. ზარია ეთერში, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. მე ვიწურვებდი, რომ აერთიათ მეუფე იობი. დიახ. რატომ? ახლა დავამატებ იმას, რომ მე გადმოწმებით ვიყო, გასწრებით ვიყო, გადმოწმებით რომ ჩვენ პატრიარქის სიცოცხლეში იყო ეს შენახული, სადაც იყო პატრიარქი, მომავალი პატრიარქი, მინიმუმ ეს ყველამ კარგად იცის, მან რიცარია რესპექტი რესპირანი ყველა აბსოლუტურად ყველა კარგად აცდილი, პატრის ყველა თუთა ეს ცუდად ისმის, მაპატიეთ, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, ნაწილი გავიგეთ თქვენი საუბრისა. 4 საათზე მეტია უკვე რაც მიმდინარეობს წმინდა სინოდის ხდომა, აკვირდებიან ჟურნალისტები, საპატრიარქოს შენობის გარეთ პროცესებს ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ მივიღებთ ახალ ინფორმაციას, როგორც კი ეს გახდება ცნობილი ჩვენი ეთერის პარალელურად, მნიშვნელოვანი საკითხია ეს ისტორიული მოვლენების მომსწრევართ ყველანი, ასე რომ მორიგი ზარის ავტორი რა სიტყვის, მას მოусმინოთ ახლა. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ტელევიზორს გამოურთეთ ხმა ბოლომდე. გამარჯობა თილია. გამარჯობა. მე ვეთახვევით და დაგელოდებით, არ გაგითიშავთ, ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთეთ. გესმით ჩემი, ეთერში ხართ. ვეთახვევით და მოსაუბრე სალვატონის საუბარს. მე კომუნისტების დროიდან ბავშვობაში ეკლესიური ვარ და დედაცემა
ეკლესიის შემაყარა დღემდე ეკლესიური ვარ რომ დავდივარ მარიამზე მაგრამ ამ წუთი ავადი ყოფია იმპაქტი მიიღე ბორჯომიდან კიდე იცით რა ჩვენი სულერტია ისეთი გამაოიცეთი უნდა დაადგეს პატრიარქი არის ნათელში იყო წელი პატრიარქი იყო ერთხელ ბორჯომი ხალხის ფიქრობ არობას ზოგჯერ დაძიდებს რომ ხალხს ძალიან უსწრია დაუკავშირდეთ რომ შედიან ეკლესიაში და როსულობენ რიჩის როსულობენ მე არ ვიცი და გასაგებია მადლობა თქვენს არისთვის მადლობა ჩვენ მართლაც გამორჩეული და ღირსეული სასულიერო პირები გვყავს საქართველოში რომლების ლოცვითაც ეს ქვეყანა აქამდე მოვიდა და რომელთა ლოცვის მეშვეობითაც ბევრ განსაცდელს ვართ არიდებული ქვეყანა თავად და ამიტომ მადლობა ჩვენს საეკლესიო პირებს, მღვდელმთავრებს, ეპისკოპოსებს, მღვდლებს, ყველა ბერებს და ყველა მონაზვნებს და ყველას აბსოლუტურად. ზარია ეთერში გისმენთ? კიდევ გამარჯობა. ისიც რა, ძალიან ბევრჯერ მიფიქრია. არ უსმენ ბატონ თარხან მოურავი, როგორ თავში პირდაპირ ჩაგვიდო ბიბლია. გაგვარკვია, გაგვიადვია სიკვდილი, გაგვარკვია ფერდობში. ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, რომ ბატონე თარხან მოურავი იქნებოდა რა კარგი პატრიარქი. არა, მოდით ამას მოვიტყვით ახლა. დიახ, განაგრძეთ თუ რამის დამატება გნებავთ. განაგრძეთ. გაითიშა? ხო, არ ვიცი, რა გიპასუხოთ. 5-5-7-88-55-88 ვის ისურვებთ საქართველოს მომავალ პატრიარქად ეს ჩვენი შეკითხვაა დღევანდელ ინტერაქტივში. 16 მაისამდე საქართველოს უნდა ჰყავდეს ახალი კათოლიკოს პატრიარქი. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს კითხვა დაგვესვა დღეს. გისმენთ? გამარჯობა ილია. გამარჯობა. ილია გენაცვალე ძალიან მინდა რომ არ გამთიშო. არ გამთიშო. ჩემი სურვილია რომ ისა ჩემი კერა საერთოდ ადამიანების ახლა ილია მეორე იმდენად ჭკვიანი და ბრძენი ადამიანი იყო რომ მან თანამოსაყდრეთ შიო აირჩია. გადაგუნებათ შეესაბამება და ჭკვიანი ადამიანია. ჩანს რომ საქართველოს კათოლიკოსობა მართლა შიოს ხვედრია და ძალიან მინდა რომ შიო იყოს საქართველოს პატრიარქი და 17-ში უკვე ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნოს პატრიარქმა ეს გვინდა. დიახ. მადლობთ, დიდი მადლობა ქალბატონ, რატომ უნდა გაგთიშოთ ასე დაიწყეთ და პირიქით ჩვენ დიდი სიამოვნებით მოგისმენთ თითოეული ზარის ავტორს. 16 მაისამდე საქართველოს უნდა ჰყავდეს ახალი პატრიარქი, ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ ჩვენ პირდაპირ ეთერში ქართულ ხალხს დავუსვათ ასეთი შეკითხვა. ვის ისურვებთ საქართველოს მომავალ პატრიარქად? ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ინტერესი და მოლოდინი ძალიან დიდია, ასე რომ ღია ეთერში გისმენთ, შეგიძლიათ გითხრათ, რას ფიქრობთ. ზარია, მოგესალმებით. ალო. ეთერში ხართ, გისმენთ? ხო, რა მინდა ჩემო შვილო? მე მინდა რომ შიო იყოს ჩვენი პატრიარქი. დიახ. რას უსურვებდით მომავალ პატრიარქს? ეს იქნება მეუფეშიო თუ სხვა? იმას რაც უსმინდესი ილია იყო, ისეთი იყო და ანალოგი ილია მეორე. დიახ. მადლობა დიდი. ჩვენმა ძვირფასმა პატრიარქმა მართლაც არაჩვეულებრივი გზა გაიარა. თელს ერში აყარა თავისი სუფთა გზით, თავისი სამაგალითო ცხოვრებით და მე არ მიკვირს რომ თქვენ ამბობთ მისი გზა გაიმეოროსო მომავალმა პატრიარქმა და ამას მეც ვისურვებდი რა დაგიმალოთ. ზარია ეთერში გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? არ არის კავშირი. 5-5-7-88-55-88 ეს პირდაპირ ეთერია, თქვენ გვისმენთ რადიო სიხშირეზე FM 105 და 1 და რა თქმა უნდა ტელევიზიით გვიყურებთ მთელ საქართველოში. ზარია, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან მინდა ჩემი მომავალი პატრიარქი ისეთი იყოს, იყვარდეს თავისი სამშობლო, თავისი ქვეყანა და ხალხთან რაც შეიძლება ახლოს იყოს. დიახ. მე არ ვიცი ვინ იქნება პირველად ვერ ვიცნობ, მაგრამ მე მგონია რომ ილია მეორე
ისეთი ღირსეული სინოდი დატოვა, თუ ნორმალურ პატრიარქს აიქცევენ. ხოთოლებრივი საარჩევნო კამპანია ეს არის ძალიან ძლიერ ტვირი ნაზიდოს მომავალმა პატრიარქმა. რა და თქმა უნდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ღირსეული პატრიარქი აიქციონ თემა სინოდის წევრებმა. მადლობა, დიდი მადლობა. გეთანხმებით რაც ბრძანეთ ილია მეორემ ძალიან კარგი სინოდი დატოვაო და ისინი ღირსეულ არჩევანს გააკეთებენო, დარწმუნებული ვარო და მეც ეს განცდა მაქვს სიმართლე გითხრათ, ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ზარისთვის. მორიგი მაყურებელი თუ რადიო მსმენელია ეთერში, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. მე უსურვებდი საქართველოს რახამესი არის კი ბატონო. ბატონი შიო პატრიარქად რო იყოს. ხო. მე ეთი შიოს რას უსურვებდი თო რო იძახეთ. მე ეთი რას შიოს რა ვთხოვ, როცა მოა პატრიარქა შემოდგომის ხარეს. იკემათ კბილიენი. გამოვიდეს გამოსვლები გააკეთოს ხალხმა და ეს ნაციონალურია თუ ოცნება არის, ამას ვერ ვიგებთ ვინ არია, მოაშოროს ეს ხალხი რა. და ქვეყნის წინსვლა გააკეთოს. ამათ იმედი აღარ აქონდეთ, ილია, ამათ იმედი არავის აღარ აქონდეთ. მესმის, რასაც ამბობთ, რაღაც შერიგების პროცესი დაიწყოს ხალხში და ამ პოლიტიკოსების ზეგავლენისგან რაღაცნაირად გავთავისუფლდეთ, რომ დაგვყვეს და დაგვანაწევრეს და ერთმანეთს დაგვაპირისპირეს. აი ამის განმუხტვა უნდა იქისროს მომავალმა პატრიარქმა, თქვენ მე მგონი ამის თქმა გნებავდათ. რა საკვირველია ჩვენ დღევანდელი ამ გადაცემით არ ვერევით წმინდა სინოდის საქმეებში, ეკლესიის საქმეებში არ ვერევით. პირიქით ყველას მოუწოდებთ რომ არ ჩაერიონ, განსაკუთრებით მთავრობას, ეპისკოპოსები ამბობენ რომ მთავრობა არ ჩაერიოსო, ესეთი მოწოდებები აქვთ, მაგრამ როდესაც ამ გადაცემას ჩვენ ვაწარმოებთ, წარმართავთ მიზანი ის არის, რომ საზოგადოების წევრებმა, ქართველმა ხალხმა თავისი სურვილები გამოთქვას და არა ვთქვა ჩარევა არ არის ეს არანაირად ეკლესიის საქმეებში. მხოლოდ სურვილების გამოთქმა. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ისურვებდი მე უფეშიეს. მაგრამ მოც დაგამატებდი, რომ უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ტერიტორიების მიანების საკითხში. მიწების არ გაყიდვაში ჩაერივნონ და ის რაც პატრიარქს უნდა ასე უცვლოდ ბოლოს აუცილებელი ოცნება პატრიარქს რომ არ გაიყიდოს ქართული მიწები. გეთანხმებით, დიდი მადლობა ეს რომ აღნიშნეთ. მნიშვნელოვანი რამ არის ჩვენმა ძვირფასმა უსაყვარლესმა პატრიარქმა ილია მეორემ დაგვიბარა რომ გაუფრთხილდით ქართულ მიწასო. ეს ვიდეო რგოლი არსებობს ვიდეო ჩანაწერი. რამდენიმეჯერ საუბრა ბოლო დროს ქადაგებებზე სანამ შეეძლო ვთქვათ გამოსვლა ამბიონთან და სწორედ ამას ამბობდა რომ უცხოელები ჩამოდიან ყიდულობენ ქართულ მიწას სახლდებიან აქ და ქართველი ხალხის ვალი და ვალდებულება გაუფრთხილდეს ქართულ მიწას და დაიცვას ისო ამას ამბობდა პატრიარქი და მომავალმა პატრიარქმაც ბუნებრივია ამ კუთხით დიდი აქტივობა უნდა გამოიჩინოს, რომ ქვეყანას აარიდოს ალბათ ეს არაბული ქალაქები ახლა რაც ყველაზე მეტად აღელვებს საზოგადოებას და რა თქმა უნდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით როგორც ჩვენი პატრიარქი იღწოდა და მუშაობდა, მომავალ პატრიარქსაც ვისურვებდი რომ ეს გზა აერჩიოს კვლავ. ზარია გისმენთ? მოგესალმებით. რა თქმა უნდა პატრიარქის მოსახლეში ხალხს დიახ. რას ეტყოდით მას? რა გზით გნებავთ რომ იაროს? რას უსურვებდით? მადლობთ. 5-5-7-85-58 ამ წუთებში საპატრიარქოში მიმდინარეობს წმინდა სინოდის სხდომა. ჩვენი მეუფეები, ეპისკოპოსები ფარული კენჭისყრით აირჩევენ მომავალი პატრიარქობის 3 კანდიდატს, ხოლო აღნიშნული 3 კანდიდატის გაფართოებულ საეკლესიო სხდომას წარედგინება და საბოლოოდ მოხდება არჩევა მომავალი პატრიარქისა. ეს უნდა მოხდეს 16 მაისამდე. ასეთი წესები არსებობს ეკლესიაში, ანუ 60 დღე, როდესაც იქნება გასული პატრიარქის გარდაცვალებიდან. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ბატონო ილია. დიახ. ყველგან ფორმალიზმი. დამთავრებულია, შიო, დანიშნულია, მაგრამ და ყველაფერი.
ფორმალიზმია ყველაფერი. აი ნახო, ჩატარდება და გადაწყვეტება ყველაფერი გადაწყვეტილია მანდ. მას თქვილა ფორმალიზმია ყველაფერი. ყველგან ასია, ყველგან საქართველოში ფორმალიზმია ყველგან. კარგად იღა. ნახვამდის, გასაგებია თქვენი სათქმელი. ქვეყანა ელოდება 152 პატრიარქის არჩევას, ძალიან დიდი ინტერესია, ძალიან დიდი მოლოდინია. ამიტომ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ მაყურებელს და რადიომსმენელს ვკითხოთ, როგორია მათი სათქმელი ამ თემაზე და ვის ისურვებდნენ ისინი საქართველოს მომავალ პატრიარქად. ეს ყველაზე აქტუალური საკითხია ახლა. ამიტომ თქვენი სათქმელიც გვაინტერესებს, ასე რომ შეგვეხმიანეთ პირდაპირ ეთერში ვართ. არ გამოგრჩეთ ობიექტივის სოციალური ქსელების გამოწერა, ქართული ასოებით აკრიფეთ ობიექტივი და გამოიწერეთ როგორც Facebook-ში, ასევე YouTube-ზე და სხვადასხვა ქსელებში, იმიტომ რომ ყველა ჩვენი გადაცემის ჩანაწერი, საინტერესო ახალი ამბები და ვიდეოები სოციალური ქსელით ვრცელდება და დაგაინტერესებთ ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ. შეგახსენებთ სტუდიის ტელეფონის ნომერს 557 88 55 88. ზარია ეთერში. გისმენთ? გამარჯობა. გამოურთეთ ტელევიზორს ან რადიოს ხმა გთხოვთ? მოიწვინეთ. გამოურთეთ ხმა ტელევიზორს ან რადიოს და მოგისმენთ. დიახ. ეს ვიტი ხა? კი ბატონო, გისმენთ. ხო, რა თქმა უნდა. მე პირადად მინდა ისეთი პატრიარქი. ერთმა ქალბატონმა დარეკა. ისა თუ მამაკაცმა დარეკა, აღარ მახსოვს. ვინც ჩვენ ტერიტორიას დაიცავს. საპატრიარქოს აქვს უფლება ჩაერიოს მაგ საქმეში. თავრობის საქმეში. თავრობას არ აქვს იმის უფლება, რომ მაგის საქმეში ჩაერიოს და რაღაცა იმას საქმას რა ქვიან. ამიტომ ძალიან გულით მინდა ისეთი პატრიარქი, რომ აი ეს რაც ხდება ახლა საქართველოში, აი ეს გინდა დავით გარეჯი, რაღაცა გააკეთოს ისეთი, რომ დამებრუნდეს ეს ყველაფერი შვილო. დიახ. დიდი მადლობა. გასაგებია, რა თქმა უნდა, ეკლესია უნდა ჩაერიოს ასეთ საკითხებში, როგორც არის დავით გარეჯი, ქართული მიწების გაყიდვა უცხოელებზე მასიურად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა, ეს მხოლოდ მთავრობის საკითხი კი არ არის, ეს ეკლესიის, ერის და ყველას პრობლემა და გასაჭირია. და ამიტომ აქ გეთანხმებით, რომ უნდა ჩაერიოს, რასაკვირველია, ცხადია უნდა ჩაერიოს. და ეს არის გამართლებული გზა. პატრიარქი მონაწილეობდა საერო საქმეებში, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ეს. და ბევრი წარმატება ჰქონდა სხვათა შორის. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. დიახ. მოგესალმებით. აგრეთვე მიიღეთ პატივისცემა. ახლა პატრიარქის არჩევას. ახლა ილია მეორე ხო ის თავისი ზრდაში მოიყვანა. ოც თავის მოსაგდად. რა თქმა უნდა მე უხეში უნდა არჩევ, მაგრამ განარჩენი ვინც არის სინოდის წევრები, ეპისკოპოსები, არც ისინი არ არიან თუ. აი ახლა უბრალოდ მაგალითად რომ მოიყვანო. მანას 20 შვილი რო ყავდეს. 20-ვიდან 20-ვე უყვარს, მაგრამ ერთ-ერთზე მაინც გააკეთებს არჩევას, ხო ხია? ახლა რაც შეეხება მაგნიტების გადაცემას, ჩვენ კარგად ნახეთ ელი საქართველოს მივიდა ილია მეორის დაკრძალვას. ვისაც შეიძლება პერსონალური ქონა, მაგრამ ვერ მიიღე ზოგი ავტოგინდა, მაგრამ რაც შეიძლება ამ დავით გარეჯის მისასთან აკისრთან დაკავშირებით აპატია და მე ამ საქმეს ვერ გავარჩევ, შენი აზრის ვაფიქსირე. აი მაშინა მოეწოდებინა და ახლა რო იყო დაკრძალვაზე ხელი საქართველოს გამოვიდა მაგით, ნუ მე რაღაცა მოხდა, ვიღაცამ ხელი შეუდგა. მადლობა. აი მოწოდება რო გაეკეთებინა, ამოვიდა ხალხი. თელი საქართველოს გამოვიდა. დიდი მადლობა თქვენს არისთვის. მთელი ქვეყანა ელოდება თუ ვინ იქნება საქართველოს მომავალი პატრიარქი. აქედან გამომდინარე ჩვენ დღეს ვსვამთ ღია შეკითხვას საზოგადოების წინაშე. ვის ისურვებდით მომავალ პატრიარქად? დრო იწურება 16 მაისამდე საქართველოს უნდა ჰყავდეს უკვე ახალი პატრიარქი. ზარია, გისმენთ?
გამარჯობა, მოგესალმებით. ყოველივე და ყველაფერს კარგი გისურვებ. თქვენც ასევე, მადლობა. მოგვიანებით, მაგრამ ხლის შეაგზრა. ჭეშმარიტად. გაიხარა ოჯახი. ახლა ერთი რამე უნდა ვთქვა, ადრე ნათქვამი იყო. ო, ჩეკისებზე იყო ნათქვამი, ძერჟინსკის ქონდა ნათქვამი. დიახ. ჩეკისი უნდა იყოსო, სულტახელებითო, შივი გონებითო, ცხენი გულითო. მე რატომღაც მგონია, რომ ახლანდელ დროში განჯის უფლება არავის არ აქვს, მაგრამ პატრიარქის მასეთი უნდა იყოს. კეთილი. მადლობა თქვენს არისთვის, როგორც ჩანს, ავტომანქანიდან გვირეკავდით, რადიოში გვისმენთ და ცოტა ხარვეზები იყო, მაგრამ არაუშავს, გავიგონით, მთავარია თქვენი სათქმელი. 557 88 55 88. პირდაპირ ეთერში ვართ, ვის ისურვებთ საქართველოს მომავალ პატრიარქად? ეს შეკითხვა გვაქვს დღეს, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ამ წუთებში წმინდა სინოდის სხდომაზე მიმდინარეობს განხილვა, სადაც მომავალი პატრიარქობის 3 კანდიდატს აირჩევენ ფარული კენჭის ყრით. ზარია, გისმენთ? ეთერში ხართ, ტელევიზორს გამოურთეთ, ხმა და დაიწყეთ. კარგით, უნდა დაგემშვიდობოთ, ჩემს ხმას თუ მასმენინებთ, ეს არ არის საჭირო, იმიტომ რომ სტუდიაში მე ჩემი ხმა ისედაც მესმის. ამიტომ გამოურთეთ ტელევიზორს ხმა და ხელახლა დაგვიკავშირდით. ეს უმორჩილესი თხოვნა გვაქვს ახალი მაყურებლებისთვის და რადიო მსმენელებისთვის. ვის ისურვებთ საქართველოს მომავალ პატრიარქად? 557 88 55 88. გისმენთ? ხო, მე დამიგდეთ ეხლა ორი ლაპარაკობენ რომ შიო რაღაცა რუსეთთანაა დაკავშირებულიო, ხო? რუსეთში პატრიარქმა რუსეთში არ დამთავრა. რა მოხდა მერე? მე სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მჯერა რომ რაიმე კავშირი აქვს რუსეთთან მეუფე შიოს. ტყუილია ეს ჩემი აზრით. ტყუილი პროპაგანდაა. და სხვათა შორის ყველას ამას აბრალებენ, ვინც არ მოსწონთ და ეს უკვე დავიღალეთ ამ იარლიყებისგან. და ახლა მართლა ვის აირჩევდით, რომ კითხვა არის? იმას აირჩევდი, ვინც ჩემს საქართველოს წინ დაუძღვებოდა. დიახ. მაგრამ შიოს ვარყოფითი მაგითი რომ რუსეთში დაამთავრა, ნამდვილად არ არის. კეთილი, მადლობა თქვენს ზარისთვის, დიდი მადლობა. 557 88 55 ვის ისურვებთ საქართველოს მომავალ პატრიარქად? ეს ჩვენი შეკითხვაა. 16 მაისამდე გვაქვს დრო და ახალი პატრიარქი უკვე ეყოლება საქართველოს, 142 პატრიარქს ირჩევს ქვეყანა. წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყდება დღეს 3 კანდიდატი პატრიარქობისა, შემდეგ გაფართოებული საეკლესიო სხდომა იქნება მოწვეული, სადაც უკვე წმინდა სინოდის წევრები მომავალ პატრიარქს აირჩევენ. ზარია ეთერში, გისმენთ ყურადღებით. ალო? გამარჯობა, ეთერში ხართ, დიახ? ალო, ეთერში ვარ? დიახ, გისმენთ. ვაიმე, ძლივს გამოვდივარ, ძლივ. ალო? დაიწყეთ, დიახ. აი, გამარჯობათ. ასე ურჩევდი მომავალ პატრიარქს. აი, იესო ქრისტემ მოციქულები მონათხრა სულიწმინდით. სულიწმინდით მონათლული ყოფილიყო ევლოს სოფელში, ქალაქიდან ქალაქში, ოჯახებში მიეკითოს ასე ყველა მღვდელს, რომ ასე იაროს, რომ ადამიანები მოინათლონ სულიწმინდით, რომ სასუფეველის მოქალაქე გახდნენ. ვის ისურვებდით თქვენ მომავალ პატრიარქად, ქალბატონო? ადამიანების და მერე სულიწმინდით ნათლობა. თქვენ ვის ისურვებდით მომავალ პატრიარქად? ალო? ვის ისურვებდით მომავალ პატრიარქად? აი, რაც უსურვი ახლა, კეთილი, სულიწმინდით დიდი მადლობა. გავიგონეთ, ხელახლა არ გავიმეოროთ. მომდევნო მაყურებლისთვის დავზოგოთ ცოტაოდენი დრო. 557 88 55 88 ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერია, ნებისმიერი მოსაზრებისთვის ეს გადაცემა ყოველთვის ღიაა. გამარჯობა, გისმენთ, ეთერში ხართ. გამარჯობათ. დიახ. კი, ობიექტივ
ეთერში ხართ, გისმენთ? დიახ. დაიწყეთ ლაპარაკი, ეთერში ხართ, გისმენთ საზოგადოება. რა თქმა უნდა, ბატონშიოს უჭერთ მხარს. უწმინდესმა, იმიტომაც აირჩია მოსაყდრეთ, იმიტომ ამ მთელი საქართველო, იმიტომ უთანარგზნობს უწმინდეს, იმიტომ არის მის გვერდით, მის აზრზე ვართ ყველანი და ძალიან გვინდა, რომ ჩვენი პატრიარქი იყოს შიო და გაუძღვეს ერს, როგორც უძღვებოდა ჩვენი უწმინდესი. დიახ. მადლობთ. და დაუშვიდეს, დავწყნარდეთ, შევრიგდეთ და ყველაფერი იყოს ნორმალურად ამ საქართველოში, დროც არის უკვე. გეთანხმებით. მადლობა, დროც არის ნამდვილად, რომ ერი დამშვიდდეს, დაწყნარდეს, შეერიგება, სიკეთე, ეკონომიკური განვითარებაც ამავდროულად საჭირო ადამიანი ვიდრე ცოცხალია, რაღაც სიკეთეს უნდა ხედავდეს თავისი ოჯახისთვის, თავისი ქვეყნისთვის. რატომაც არა ეს ბუნებრივია და ამ სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი პატრიარქი, ვისაც აირჩევს წმინდა სინოდი, დიდ შრომას ჩადებს. ზარია ეთერში, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? ალო. გისმენთ, დაიწყეთ, ეთერში ხართ. გისმენთ? სამწუხაროდ არ არის კავშირი, ხელახლა დაგვირეკეთ, ოღონდ ტელევიზორს გამოურთეთ, ხმა მე მგონი ეს გვაფერხებდა ამ შემთხვევაში. დაველოდოთ მორიგ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს, რა სიტყვის ის ძალიან საინტერესოა, ვის ისურვებთ საქართველოს მომავალ პატრიარქად. გისმენთ? ბატონში საქართველოს მომავალ პრეზიდენტად. არა, პრეზიდენტად არა, პატრიარქად. მეუფეშიოს ამბობთ თქვენ, მე მგონი ეს ბატონიშიო არ არის თლად ისეთი სწორი ტერმინი. საქართველოს პატრიარქად არჩევდი იმ ადამიანს, რომელიც იზრუნებდა სახელმწიფოზე, ჩაერეოდა სახელმწიფოს საქმეში და დაიბრუნებდა დამაბიწყდა ჩიხიპურის კოშკი და იმის მიმდებარე ტერიტორიებს. გარეჯი. დავით გარეჯი. ანუ ვის ისურვებდით მომავალ პატრიარქად? პატრიარქმა ბრძანა ვინც გაყიდით ქართულ მიწას, ის ყიდით საკუთარ დედას. თქვენ ვის ისურვებდით მომავალ პატრიარქად? ბატონშიოს. ბატონ არა, მეუფეშიოს. მეუფეშიოს ვერბერებით მაგარი. დიახ, არაუშავს ეს ტერმინი. არ არის თლად ასე მიღებული, თუმცა ალბათ არ ვიცი რა გითხრათ. 5-5-7-85-55 ამ წუთებში გრძელდება წმინდა სინოდის ხდომა საპატრიარქოში და ალბათ გაირკვევა დღის ბოლომდე 3 კანდიდატი პატრიარქობისა, რომელსაც უკვე შემდეგ წარადგენენ გაფართოებულ საეკლესიო ხდომაზე და 16 მაისამდე უკვე გვეყოლება მომავალი პატრიარქი. ზარია ეთერში. ახალი პატრიარქი. დიახ. გვესმის თქვენი ხმა ეთერში ხართ? ეს რა გამარჯობა, ვიცი რა გეტყვით? დიახ. ამაში როგორ გამოვიდა? მამაკაცი როგორ გამოვიდა? დიახ. და დაკვედრების ბოჭკვა რაღაც აზრი დაიდიო. მილიონი ადამიანი გამოვიდა, მილიონი პატრიარქი და სამწუხაროდ ამბობდი და იგი მილიონი თუმცა დაიწერა. თქვენ ვის ისურვებდით მომავალ პატრიარქად? მადლობა. დიდი მადლობა ზარისთვის, გასაგებია, მაინც ჯობს რომ თქვენი სათქმელი ბრძანოთ, დიდი პატივისცემით გეტყვით ამას, ვიდრე სხვებს გამოვეხმაუროთ, თუმცა ესეც მიღებული ფორმატია ჩვენს გადაცემაში ხდება ხშირად. ზარია, გისმენთ? ალო. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა ილია. მოგესალმებით, დიახ. შენი ფეთი ჯირფასი ადამიანების სახელი ქვია, რომ ასევე ილია მეორე ჩემს პატრიარქთან შეიძლება როცა დაასახელა ისა რა ფიეშიო მუჯი მოსაყდრეთ ისე რომ მე პირადად თანახმოვხდებოდი შიომუჯილი რომ ყოფილიყო ჩემი პატრიარქი. კი ბატონო. გაიხარეთ. დიდი მადლობა. ჩემს ახლს რაც შეეხება, მე ამაყება რომ
პატრიარქის მოსახელე ვარ და კიდევ ბევრი დიდი ადამიანის სახელი იყო ეს ილია. ასე რომ მადლობა თქვენ რომ ეს აღნიშნეთ 557 88 55 88 ვერც ვასწრებ საუბარს იმდენად ბევრი ზარი შემოდის გისმენთ გამარჯობა ჩემი პირადი მოსაზრებაა და აზრი და სურვილი ძალიან სიმპათიით ვარ განწყობილი პირადად აი დღევანდელი თანამოსაყდრის მიმართ და ვისურვებდით რომ ის იქნებოდეს პატრიარქი ეს ძალიან ძიმედვარია მაგრამ ხალხმა უკვე ისე შეიყვარა მისი ქადაგებების და ძალიან ისეთი არაჩვეულებრივი ადამიანია ჩემი შეფასება ესეთია მადლობთ დიდი მადლობა თქვენ რას უსურვებდით მომავალ პატრიარქს რა გზით გნებავთ რომ მან იაროს რა მიზნები დაისახოს საერთოდ და ვინ გინდათ რომ იყოს საქართველოს მომავალი პატრიარქი ეს დღეს ჩვენი შეკითხვებია ინტერაქტივში 557 88 55 ამ ნომერზე შეგიძლიათ დარეკოთ როგორც ტელემაყურებლებმა ასევე რადიომსმენელებმა დიდი სიამოვნებით მოგისმენთ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რომ ჩვენ ეკლესიის საქმეებში არ ვერევით უბრალოდ საზოგადოებას და ქართულ ხალხს აქვს უფლება მხოლოდ საკუთარი სურვილი გამოთქვას ამ საკითხთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ მე რომ ჩვენი სასულიერო პირებიც უსმენენ ამ გადაცემას და ახლა თუ არა სინოდის ხდომის დასრულების შემდეგ მეუფეებიც ნახავენ და ქართველი ხალხის სათქმელს გაიგონებენ უბრალოდ ჩვენ არც მოწოდებას ვაკეთებთ აქ და არც რაიმე ჩარევას ვცდილობთ ეკლესიის საქმეებში დიდი პატივისცემით და სიყვარულით ვამბობთ ჩვენ სურვილს თუ ვინ გვინდა იყოს მომავალი პატრიარქი საქართველოსი ამ წუთებში მიმდინარეობს კვლავ წმინდა სინოდის ხდომა მე ვცდილობ ეთერის პარალელურად რაიმე სიახლის შესახებ შევიტყო მაგრამ არანაირი ახალი ამბავი არ ვრცელდება ზარი მივიღოთ გამარჯობა გისმენთ გამარჯობა მოგვიანებით ქრისტიანს ჭეშმარიტად გაიხარეთ ის როგორც პატრიარქი ნატრებდი როგორც ახლა რომ გაგვაერთიანებს უყოლა და როცა პატრიარქი იყო ძალიან გვიხარდა ტაძარში სიარული აი ეს 10 წლის წინ უფრო მეტი როცა ისე ხმნებდა ძალიან ვეხმარებოდ ერთმანეთს ძალიან ერთმანეთს აი თავს რაღაცნაირად სხვანაირად ვიქცეოდით მაშინ და სიყვარული იყო და თავარი ქედმაღლობა არ იყო და ცუდი მანკერება თვითონ სწორდეს ადამიანებს ვისი სურვებდით თქვენ თუ ყავთ გამორჩეული ეპისკოპოსი ან სასულიერო პირი მეუფე რა ვიცი ძალიან მომწონს სამივე რომელიც ქვეს და რა კიდე სხვაებიც არიან მაგრამ იცით რა თავარია აი მე სულ ვისურვებ ვოცნებობ რომ აი პატრიარქი რომ მინდოდა ის მაშინაც მაგრამ ვერ მოვახერხე რომ აღარ იყოს საშუალება მინდოდა მეთქვა რომ აი არასოდეს არ იყოს უბინაო აი ეს ბავშვები და ხალხი ახალგაზრდები თუნდაც აი უბინაოთ რომ დადიან და არ თავშესაფრები არ არის აი ეს მადლობ დიდი მადლობა გავიგეთ მადლობ დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის პატრიარქის გარდაცვალებიდან 60 დღის განმავლობაში 60 დღის თავზე უკვე ჩვენ ახალი პატრიარქი უნდა გვყავდეს ეს 16 მაისია ასე რომ დიდი მოლოდინია პროცესის მიმართ ჩვენ ვსვამთ ინტერაქტივში შეკითხვას ვისი სურვებდით საქართველოს მომავალ პატრიარქად ვუსმენთ ქართულ ხალხს თავიანთი სურვილებით და თავიანთი შეხედულებებით ამ თემასთან დაკავშირებით ზარია კვლავ გამარჯობა გისმენთ ქრისტიანსა ჭეშმარიტად ის სიყვარულით მეუფეციო სავიჩები ძალიან კარგი მეუფეები არიან მაგრამ მე მეუფეციო სავიჩები და პატრიარქის სასწაულს მადლობთ დიდი მადლობა რომ თქვენი სათქმელი ბრძანეთ პირდაპირ ეთერში სასულიერო პირები განცხადებებს ავრცელებენ, სადაც მთავრობას მოუწოდებენ, რომ არ ჩაერიოს ხელისუფლება ეკლესიის საქმეებში და მომავალი პატრიარქის არჩევის საკითხში აგრეთვე. ზარია კვლავ გისმენთ? ქრისტიანს ჭეშმარიტად. ყველა შვიდობასაც სიხარულით უფალმა ისეთი არჩიოს,
ჩვენთვის უმჯობესი იყოს და უფლისთვის უმჯობესი. ჩვენთვის უკვე სათნო იყოს უფლისთვის. დიახ, მადლობა. მშვიდობა და სიხარული მოგცეთ. თქვენც ასევე დიდი მადლობა ქალბატონო, რომ დაგვიკავშირდით და აგრეთვე რას უსურვებდით და რას ურჩევდით მომავალ პატრიარქს, ესეც საინტერესოა. ჩვენი სურვილებისთვის არის ეს ეთერი დღეს, რომ ეს ღიად გავაჟღეროთ და პირდაპირ ეთერში ითქვას მთელი ქვეყნის გასაგონად. სარია ეთერში გისმენთ? ქრისტიანა ჭეშმარიტად. ნამდვილად მე მდარო იყო ჩიო მე უფეშლე მეუფეში. დაუტავა ილია მეორე მას დიახ. აი მოსახალების ნერგა იყოს აი როგორ გიქრატრანა ყველაფერს ძეთაც ადამიანი მადლობთ, დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით და თქვენი სათქმელი ბრძანეთ. გრძელდება წმინდა სინოდის ხდომა, სადაც პატრიარქობის 3 კანდიდატს ფარული კენჭისყრით აირჩევენ, შემდეგ წარუდგენენ მომავალ დღეებში ალბათ გაფართოებულ საეკლესიოს ხდომას და იქ აირჩევენ ახალ პატრიარქს საბოლოოდ. სარია, გისმენთ? ალო გამარჯობა. ქრისტიანა ჭეშმარიტად, გილოცავთ. იცოცხლე იცოცხლეთ, მადლობთ. აიჩე მე უფეშიო მეუფეშიოს. კეთილი, დიდი მადლობა რომ გითხარით თქვენი სათქმელი თემასთან დაკავშირებით. მართლაც რომ ყველას ყურადღება მიმართულია წმინდა სინოდის ხდომისკენ და ამ პროცესისკენ, იმიტომ რომ გვაინტერესებს ვინ იქნება ახალი პატრიარქი, მომავალი პატრიარქი. სარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა, დიახ. აი ვისურვებდი, აი ცეკვასაც დაუკვირდე. საქართველოს პატრიოტი. პატრიარქი, აი მოდასაკი, აი მაგალითად ვისურვებდი. პატრიოტი უნდა იყოს, ხო? კი ბატონო, გეთანხმებით, ბუნებრივია, ასე უნდა იყოს და ასეც იქნება. იმიტომ რომ წმინდა სინოდის წევრები ყველანი არიან აბსოლუტური უმრავლესობა არიან გამორჩეული, ღირსეული, წესიერი პატრიოტი ადამიანები და სინოდის წევრთა შორის ხდება ამ 3 კანდიდატის გამოყოფა და 3-დან შემდეგ პატრიარქის არჩევა. სარია ეთერში გისმენთ? იცით რა? მთავრობას ის რატომ ერევა? მათ უნდათ ისეთი ადამიანის არჩევა, რომელიც მათ შუაზე ივლის. აი ეს არის. დაეთანხმება მათ სურვილებს, მათ პოლიტიკას, არა და უნდა იყოს პირიქით. ეკლესია უნდა ელოდეს მთავრობის საქმეში და მთავრობა არა. ეკლესია უნდა იყოს ხალხზე მოფიქრალი და არაფერს არ უნდა ეშინოდეს. მე მაგალითად მახსოვს ყრილობაზე მიწეული იყო ხოლმე მეუფე ეკლესიის მსახური, რომელიც ისე ჩუმად თავიდან ბოლომდე არაფერს არ ამბობდა. ანუ ეთანხმებოდა, ხო? ასეთი მე არ მაწყობს. მადლობ, დიდი მადლობა თქვენი სათქმელისთვის. 557-88 55-88. ვისი სურვებთ საქართველოს მომავალ პატრიარქად? ამ კითხვას ვსვამთ დღევანდელ გადაცემაში. უამრავი ზარი შემოდის, აი ახლაც ზარია უკვე. გამარჯობა, დაიწყეთ გთხოვთ. გამარჯობა. დიახ. მომავალ პატრიარქად აუცილებლად ვისურვებდი მეუფეშიოს. ამას ბევრი ლაპარაკი აღარ სჭირდება, მე მგონი. კეთილი. გასაგებია თქვენი სათქმელი. შეგახსენებთ, რომ ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერში ინტერაქტივია, ბევრი დრო აღარ დაგვრჩა სიმართლე გითხრათ გადაცემის დასრულებამდე და თუ მოასწრებთ, ალბათ ბოლო ზარს მივიღებთ გადაცემაში, რომ მოვისმინოთ მაყურებლის თუ რადიო მსმენელის სათქმელი და შემდეგ დაგემშვიდობებით. სარია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, გისმენთ? მე უფეშიოს ვისურვებდი ნამდვილად პატრიარქად. მადლობთ, დიდი მადლობა. ბევრი ზარი მივიღეთ ძალიან, ბევრი საინტერესო მოსაზრება გაჟღერდა ამ ეთერში. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც გვირეკავდით, არ გვირეკავდით, მაგრამ უბრალოდ გვისმენდით და გვიყურებდით. ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღევანდელ გადაცემას, მე კეთილი სურვილებით, გემშვიდობებით. ნახვამდის.